როგორც მოგიხსენებათ, გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის კრებაზე და შემდგომ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამორჩევა. ამ ყველა პროცედურაში ჩართული იქნებიან წმინდა სინოდის წევრები, მათი თანხმობით და ყველა წესის ზედმიწევნითი დაცვით. მოხდება ეს ამ პროცედურების ჩატარება. საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მორწმუნე საზოგადოებას დედა ეკლესია მოგვიწოდებს განსაკუთრებული ერთსულოვნებისკენ და ურთიერთპატივისცემისკენ ამ დღეებში. ამის უნარი რო შეგვწევს ჩვენ ქართველებს და ამ მტკიცა გამნილმა დღეებმაც ნამდვილად ამაში ყველა დაგვეთანხმება და ასევე იცით, რომ ეხლა არის დიდი მარხვის პერიოდი, აღდგომის წინა დღეები არის და ეს დღეები ყველა მორწმუნეთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის და ყველას ალბათ გმართებს მეტი გრძალულება და ლოცვითი განწყობა ამ პერიოდში. რა მნიშვნელობა აქვს პატრიარქის მხრიდან 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მან საკუთარ სიცოცხლეშივე გამოარჩია თანამოსაყდრედ შიო მუჯი? თქვენ შეკითხვას უპასუხებ, დიახ, 9 წლის წინ ყველას ახსოვს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა გამოირჩია მეუფე შიო მოსაყდრედ. მან საგანგებოდ თავისი ხელით დაწერა ეს ბრძანება ფურცელზე და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან წარმოსთქვა ეს ბრძანება. ესეთი სიტყვები თქვა მან, რომ წმინდა გიორგი მინება, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ხოლოდა მოსაყდრე. მიზეზი ამისა არის ის, რომ გოცდავად პატრიარქმა განაცხადა, რომ შემდგომ ამას მოსაყდრესთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები არ მოყოლოდა და ზოგადად ბუნდოვანი არ ყოფილიყო საკითხი ანდერძთან დაკავშირებით შემდგომში.